რუსთაველის თეატრი პრემიერისთვის ემზადება. პირველად საქართველოში თომას ბერნჰარდის ერთმოქმედებიანი ტრაგიკომედია სანახაობის მომწყობი დაიდგმება. სპექტაკლს რეჟისორი ქრისტიან პაპკე წარმოადგენს. უკვე მიათეთ მომიწია საქართველოში ჩამოსვლა. ადრე საქართველოზე დოკუმენტური ფილმი გადავიღე, გავაკეთე კულტურული პროექტიც. ძალიან მსიამოვნებს აქ მუშაობა. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოში ჩამოსვლა გადავწყვიტე, არის ის, რომ რუსთაველის თეატრში სპექტაკლს ვდგამ. ეს არის თეატრი, რომელიც ყველას აუცებს თავისი შემოქმედებით. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ სწორედ აქ მიწევს მუშაობა. პიესის თარგმანი მაია ფანჯიკიძეს ეკუთვნის. სპექტაკლი განსხვავებული და საინტერესო სცენოგრაფიით გამოირჩევა. სხვა სპექტაკლებისგან განსხვავებით, პიესის ქართული ვარიანტი უფრო მეტად აქტიური და მოძრავია. მოქმედება სცენის სამ სხვადასხვა საფეხურზე ხდება. როგორც პროექტის ხელმძღვანელი მოხდა ისე, რომ ბოლოს გადავერთე სცენოგრაფიაში და ჩემ ძველ პროფესიას, მხატვრობას დაუბრუნდი და მოხდა ისე, რომ ამ სპექტაკლის სცენოგრაფიით გავხდი. სამ სხვადასხვა საფეხურზე იქნება თამაში და ეს იყო რეჟისორისთვის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ მას ერთი სპექტაკლის ნაცვლად სამის დადგმა უწევს ახლა. სპექტაკლში რუსთაველის თეატრის მსახიობები მონაწილეობენ. მთავარ როლს მარინა კახიანი ასრულებს. თომას ბერნჰარდის პიესაში კი მთავარი მოქმედი გმირი მამაკაცია. ქრისტიან პაპკეს სპექტაკლში ერთ-ერთი მთავარი სათქმელი კი ის არის, რომ ქალები უფრო მეტად დაფასებულები იყვნენ. სწორედ ამიტომ ჩაანაცვლა მან კაცი მსახიობი ქალით. ქრისტიანმა გადაწყვიტა თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, რომ გადაეკეთებია და ქალი ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ჩემთვის იყო მოულოდნელი, მე ვიცოდი, რომ მერაბნინიძეს უნდა ეთამაშა ეს როლი და აღმოჩნდა მე ვთამაშობ. რა გითხრათ, არ შეიძლება რომ არ ვითამაშოთ ეს სპექტაკლი მართლა დიდი გატაცებით და ასე ვთქვათ, თავგანწირვით, იმიტომ რომ ეს არის თეატრს ეს სპექტაკლი. ის რაც ტკივათ ამ ადამიანებს და ამ ქალს რაც ტკივა, რაც აღელვებს, ის ტკივა ჩვენც და გვაღელვებს. Aber um Gottes Willen, das möchte ich hier nicht erzählen. თომას ბერნჰარდის მიხედვით ცხოვრების მთავარი პრინციპი არის უიმედობა. მე კი ვეცადე პირიქით მეთქვა, რომ ცხოვრება შეიძლება მშვენიერიც იყოს. რადგანაც მშვენიერებაზე ვსაუბრობთ, ამ სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი აზრი არის ის, რომ საზოგადოებამ ქალბატონები უფრო მეტად დააფასოს. სპექტაკლს სანახაობის მომწყობის პრემიერა რუსთაველის თეატრში 13 თებერვალს გაიმართება. მაყურებელს კი რეჟისორის სასიამოვნო სანახაობა სპირდება.